მარიამმა თქვა: აჰა, უფლის მონავარ, მომექეცი შენი სიტყვის ამებრ. და ანგელოზი განეშორა მას. იმ დღეებში მარიამი წამოდგა და ჩქარა წავიდა მთიან მხარეში, იუდეის ერთ ქალაქში. ის ზაქარიას სახლში შევიდა და ელიზაბეტს მიესალმა. როცა ელიზაბეტმა მარიამის მისალმება გაიგონა, ჩვილი მის მუცელში შეიძრა. ელიზაბეტის სული წმინდით აღივსო და ხმა მაღლა თქვა: კურთხეული ხარ ქალთა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი. რით დამემართა ეს, რომ ჩემი უფლის დედა ჩემთან მოვიდა? რადგან როგორც კი შენი მისალმების ხმა გავიგონე, სიხარულით შეიძრა ჩველი ჩემს მუცელში. ნეტარია ის, ვინც ირწმუნა, რადგან აღსრულდება, რაც უფალმა უთხრა. მარიამმა თქვა: დიდებს ჩემი სული უფალს და ხარობს ჩემი სული ღმერთში, ჩემს მაცხოვარში, რადგან მან შეიხედა თავისი მონის სიმდაბლეზე. აჰა, ამიერიდან ყველა თაობა ნეტარს მეწოდებს. რადგან დიდებული საქმეები მიქმნა ძლიერმა და წმიდაა მისი სახელი. მისი წყალობა თაობიდან თაობამდეა მათთვის, ვინც მას ეშინია. მან თავისი მკლავით ძალა გამოავლინა. ამპარტამნები გულის ზრახვებში გაპანტა. ძლიერები ტახტებიდან ჩამოაგდო და მდაბლები აღამაღლა. მშიერნი სიკეთით გააძღო და მდიდრები ხელცარიელები გაუშო.